ძლიერ საქართველოს ქართულ ოცნებას მიუთითებდით იმისკენ, რომ საშიშ კონტაქტებში არის, საშიში ტანის მოძრაობებით არის დაკავებული, როდესაც სატირალში დაძვრებოდნენ ირანში, როდესაც ამერიკისთვის რაღაცა ძალის დემონსტრირების საჩვენებლად ჩინეთთან სტრატეგიულ პარტნიორობას აფორმებდნენ და 1000 გვარის შავბნელ ხლართებში ხვევდნენ ქართულ სახელმწიფოს, ძლიერ საქართველოში ვამბობთ, რომ ეს ყველაფერი ძალიან მალე, ძალიან მძიმედ მოუტრიალდებათ მათ და შესაბამისად თელს ქართულ სახელმწიფოს. Აი დადგა ეს მომენტი, როდესაც ცივილიზებულმა სამყარომ შეერთებულ შტატებში ტრამპის ადმინისტრაცია მოიცალა იმისათვის, რომ აი ეს პრობლემა განიხილოს და ჩვენ დავინახეთ ნათლად ახალი ფორმირება პოლიტიკისა შეერთებული შტატების, რომელიც განსაზღვრავს და პირდაპირ ამბობს, რომ ქართული ოცნება არის ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან მოტრფიალე და ირანის რესპუბლიკასთან მჭიდრო კავშირებში მყოფი ხელისუფლება, რომ ეს არის მჭიდრო კავშირებში ყოფილი ხელისუფლება ჩინეთის კომუნისტურ პარტიასთან და რომ ეს არის მჭიდრო კავშირში და პირდაპირ ვასალურ დამოკიდებულებაში მყოფი ხელისუფლება პუტინის რუსეთთან. ეს ყველაფერი არის უმძიმესი ამბავი ცივილიზებული სამყაროსთვის და პირდაპირ დარტყმა დასავლური დემოკრატიული სამყაროს ინტერესების ამ რეგიონში პირველ რიგში ამერიკელებისთვის, ხოლო ცალსახად ეს არის მტრული დამოკიდებულება საქართველოს მოქალაქეების მიმართ, იმიტომ რომ საქართველოს ხალხი, ჩვენ თანამოქალაქეები, ისლამური რესპუბლიკების, კომუნისტური პარტიების და ავტოკრატიული რეჟიმების მოკავშირეობას არ დაუშვებს. და ეს ყველაფერი ძალიან ცუდად უტრიალდება ქართულ ოცნებას. ამიტომაც ეხლა არიან ისტერიკაში და ცდილობენ თავის მართლებას, რომ თურმე ეს მათ თავს არ ხდება და რა ვიცი, სატირალში მე არ დავდივარ ირანის იმისი, რა ქვია, ისლამური რესპუბლიკის წარმომადგენლების და ყოველ მეორე დღეს არ გარკვევი, რომ მთელი ქართული ეკონომიკა ჩინელებს უნდა ჩავაბაროთ.